Interested ახლა ქეთი დუმბაძის პოზიციით ის კანადაშია, სხვათა შორის ჩვენ კოლეგები ვიყავით, მასთან ერთად მუშაობდი რადიო იმედში და მას ვკითხოთ აუცილებლად აი ემიგრანტებს თქვენ ჩვენს კოლეგებს მათ შორის როგორ შეგიძლიათ რომ გაანეიტრალოთ პროპაგანდა. მოგესალმები ქეთი, ამდენი წლის შემდეგ მოკლედ ცოტა უჩვეულო პირობებში ვხვდებით ერთმანეთს. შენ კანადაში ხარ, მე თბილისში. ადრე სხვათა შორის რადიო იმედში თბილისიდან შენ აჭარაში მუშაობდი, ჟურნალისტი იყავი. მზია ამაღლობელთანაც გქონდა პროფესიული კვეთა. აუცილებლად დავიწყოთ საუბარი მზია ამაღლობლით, შენ მისი პრინტით მაისური გაცვია. ახლა და მოძრაობა მზია, ასეთი სახელწოდება აქვს პლატფორმას, რომელიც ემიგრანტებმა შექმნით. გითხარით ამის შესახებ უფრო მეტი. მოგესალმებით, მადლობა გურამ მოწვევისთვის. ფიზიკურად ყველა ემიგრანტისთვის ძალიან რთულია დღეს რომ არ ვართ ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ყოველთვის შეიძლება იბრძოლო ყველგან, სანამ გვიანი არ არის, როგორც მზიამეს მართალი სიტყვები შემოგვითვალა საპატიმროდან და დღეს არის 250-ე დღე, რაც მზია ციხეშია. ვიცით კიდევ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სინდისის პატიმარი ბიჭების, ხიმილის ბიჭების შესახებ, რომლებიც ასე ჯიუტად თამამად იბრძვიან ციხიდან და როგორ არ შეიძლება ჩვენ ვიბრძოლოთ გარეთ. რაც შეეხება ჩვენს პლატფორმას, ეს არის მოძრაობა მზია, მაისური, რომელიც გახდა ერთ-ერთი ჩვენი საპროტესტო გამოხატულება სხვადასხვა ქვეყანაში და ყველა ემიგრანტი თავისებურად სხვადასხვაგვარად ცდილობს გამოხატოს ეს პროტესტი. ჩვენ პლატფორმას რაც შეეხება, პლატფორმა აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ემიგრანტებს, ასევე ამერიკის, კანადის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის. კონკრეტულად რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ვცდილობთ ჩვენი რესურსი გამოვიყენოთ, ამ კუთხით ეს იქნება აქცია ორგანიზება, საინფორმაციო ბროშურების გავრცელება, როგორც სამუნამ აღნიშნა, ასევე ინფორმაციის გავრცელება არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ იმას, რომ ემიგრაციაში ყოფნა არ ნიშნავს გადახვეწას, ქვეყნის პროცესებისგან განზე გადგომას და ძალადობაზე და უსამართლობაზე თვალის დახუჭვას. კონკრეტულად დღეს რასაც ვაკეთებთ, ეს არის ვაგზავნით წერილებს მოძრაობა მზიას დოკუმენტს ევროპარლამენტარებთან, რომელსაც ხელს აწერს 31 ემიგრანტული ორგანიზაცია, მათ შორის 17 ევროკავშირის სახელმწიფოებიდან. ასევე მომავალ კვირას გავაგზავნით მოძრაობა მზიას გლობალური ინიციატივის ფარგლებში არის ერთ-ერთი მიმართულება მზიას სია შეიქმნას. მზიას სიაში შევლენ ადამიანები, რომლებიც არახუმანურად მოეპყრნენ სინდისის პატიმრებს, აქციის მონაწილეებს, იძალადეს, შევლენ თავიანთი სახელებით და გვარებით, კონკრეტულად ძალადობის ფაქტებით და მომავალ კვირას უკვე მზიას სია, ეგრეთ წოდებული მზიას სია გადაეგზავნება ევროპის დასავლეთის ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, რომლებიც არიან პასუხისმგებლები სანქციების დაწესებაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს არის ამ ინფორმაციის მიწოდების და გავრცელების პროცესში ადამიანების, რომლებიც ძალადობენ, მათი ოჯახის წევრებისთვის თვალის ახელაც ერთგვარად, ხო? ან შეიძლება სანამ ძალადობა შენ არ შეგეხება, მანამდე თვალს ხუჭავ, ან იქნებ სინდისმა შეგაწუხოს. ამ კუთხით ჩვენი მთავარი მიზანი არის მაქსიმალურად ინფორმაციის გავრცელება საერთაშორისო საზოგადოებაში, ამ ყველაფერზე თვალის არ დახუჭვა, ასე ვთქვათ, და ეს იქნება საინფორმაციო, ასე ვთქვათ, მასალების გავრცელება, წერილების დაგზავნა ოფიციალურად მთავრობებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროებში, უშუალოდ ადგილზე მისვლა, შეხვედრა ოფიციალურ პასუხისმგებელ მაღალი რანგის პირებთან, ყველა რესურსის გამოყენება, რაც შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველებმა. ხო, ძალიან დიდი მისია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა პარტნიორებმა მიიღონ ინფორმაცია, მათ შორის პირველ წყაროსგან არსებულ ვითარებაზე და წარმატებებს გისურვებთ ამ მიმართულებით, ეს ნამდვილად ძალიან კარგი ინიციატივაა. ქეთი, პირადად შენ თუ შეგიძლია გაგვიზიარო შენი ემოციებიც საუბრის ბოლოს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, მე გამომიცდია ძალიან რთულია ამის დაკვირვება შორიდან და შენი პროგნოზი როგორია, რას ელოდები უახლოეს პერიოდში? ხო, ჩემი წუხილი ამ შემთხვევაში არის მოძალადეების ოჯახის წევრების მდგომარეობა, თვალდახუჭული მდგომარეობა ამ ყველაფერზე რაც ხდება. მე მაინც მგონია, რომ ამ მოძრაობას მოყვება გამოხმაურება აუცილებლად და ცვლილება, რადგან დაუწმუნდი ბრძოლას აქვს აზრი და ეს ვიქცენი ემიგრაციაშიც, რომ მე არ ვარ გადახვეწილი და ქვეყნისგან, ასე ვთქვათ, შორს მდგომი, განზე მდგომი ადამიანი, რომ მე აქედანაც შემიძლია ბრძოლა. ამაში დაუწმუნდი და ეს მარწმუნებს ამ კუთხით
რომ ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რესურსი ადამიანებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ადამიანებს, რომლებსაც გვაწუხებს რაც ხდება ქვეყანაში, ვებრძოლოთ ამ ძალადობას. ძალადობა ალბათ კიდევ ყველაზე ისეთი ტერმინია და ნათქვამი, არაზუსტი და არაშესაფერისი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. რაც უშუალოდ გურამ შენ გამოცადე შენს თავზე და გამოცადა, არ ვიცი, უამრავმა ადამიანმა, რაც ის დღეს. ამიტომაც ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ვიბრძოლებთ ყველგან, სანამ გვიანი არ არის. ძალიან დიდი მადლობა ქეთი, წარმატებას გისურვებ ამ მისიაშიც და ზოგადად პირადად შენს და ძალიან დიდი მადლობა რომ ჩაგვერთე კანადიდან.